როგორ ფიქრობთ? მე მინდა პირველი სწორედ ფაზის აკადემიით დავიწყო და მინდა მოგმართოთ თქვენ ბატონო გია, რა ვიცი, სწორი ხედვა გვაქვს. კი, ჩვენ ასეთი ფორმულა გვაქვს. მადლობთ ბატონო თემურ მოპატიჟებისთვის. ფაზის აკადემიას აქვს ასეთი ფორმულა, ჩვენ შევიმუშავეთ. ესე იგი სახელმწიფო მეცნიერება და სარწმუნოება. ჩვენ ამ პრინციპებით თუ არ ვიქნებით დალაგებული, ანუ სახელმწიფოს არ განამტკიცებს მეცნიერება და სარწმუნოება, მაშინ ვერ შევდგებით როგორც ქვეყანა. ჩვენ ამიტომ თანამშრომლობთ თქვენთან და ამ ძირითად კოლექტივთან, ჩვენი წევრი გახლავთ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი და ძალიან საინტერესო წარმოადგენს ფაზის აკადემიას. ჩვენ ხელშეწყობა არ აქვს და მუშაობთ ახლა იმისთვის, რომ თბილისის გარდა ჩვენ ხალხში მივიდეთ. სხვადასხვა რეგიონებში ჩავატაროთ, უთხრათ ქართველებს, ესე გაუძლიეროთ ის განწყობა, რომ ჩვენ ესე მარტივად ახლა გაჩენილი ქვეყანა არ ვართ. ჩვენ გვაქვს 4000 წლის ფაქტობრივად მამტკიცებელი საბუთები, რომ 4000 წლის ისტორია აქვს საქართველოს. თამაზ გამყრელიძემ, აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ 3000 წელი მიაღებინა ედუარდ შევარდნაძეს. ამ პერიოდებში ჩვენ გქონდა ასეთი სვლები, ვერ გავაგებინეთ ვერც იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრს, ვერც ახლა ქალბატონი რომ გადადგა პრეზიდენტი. რომ ვერ გავაგებინეთ, ეს რა პრობლემაა? ანუ მეცნიერების აღქმა ჩვენთან ჭირს, შედეგების მნიშვნელოვანი საქმის კეთება ჭირს და ამიტომ ეს ბევრი კრიზისი და ახლანდელ ხელისუფლებასაც ურჩევ, რომ მოусმინონ აი თქვენ კონგრესს, სადაც არიან მეცნიერები. მადლობა. ეხლა რო არ მეორე ნაწილზე მივდივართ, მაგრამ ბატონ გიას მივცეთ და მე მეორე ნაწილში წონა. მე გავაგრძელებდი იმას, ბატონო თემურ, რომ ჩვენი ტელევიზია ქართული ტივი მუშაობს ამ მხრივ ყურებადი ნამდვილად არის თემატურად, შინაარსობრივად, იმიტომ რომ მრავალ მნიშვნელოვანია. მე გადაცემა მაქვს ბატონ ოთარს ვაჟა ოთარაშვილის გადაცემა აქვს თქვენ ყველას. მე დიდი ხანია ჩემ თემებს ვაჟღერებ, სამეცნიერო თემებს, პოპულარულ ენაზე სამეცნიეროებს. უბრალოდ ამ ტელევიზიაში სჭირდება ერთადერთი ფინანსური მხარდაჭერა, რომ გამტკიცდეს და შესაბამისად მივიტანოთ იმ სისტემურად, იმ ხალხისთვის მოსასმენად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, თავისი მეცნიერების სიმაღლე უნდა იცოდეს, თუ მეცნიერება არ იქნება სახელმწიფოში, სახელმწიფო ვერ იქნება მტკიცე. აბა წარმოვიდგინოთ ევროპული ქვეყნები, ან თუდაც ჩინეთი მეცნიერების გარეშე თუ იქნებოდა, ახლა რამდენხელა ფულს ხარჯავს მაგალითად ინდოეთში არის უძველესი წარწერები ნაპოვნი ხარაბას კულტურისა, ყოველ დღე Facebook-ზე მიგზავნია, ახლანდელი ამბავი კი არა, მე დიდი ხანია ვიცი. მაგრამ ახლა იმიტომ მიგზავნია, რომ $1,000,000 არისო ამის ამოკითხვისთვისო. ჩემო ბატონებო, $1,000,000 ხარაბის კულტურიდან რომ არ ამოვიღო, აგერ ქართული კულტურის 4000 წლის ისტორია მაქვს აკითხული და გადაიხადეთ მაშინ ამაში ფული და კიდევ ვერც გავაკეთებთ. მაგრამ მე ვიცი ეს დიდი ხანია 30 წელი ამაში მუშაობ, 5 ძველი დამწერლობებია, რომელიც კაცობრიობამ ვერ წაიკითხა და დაიწყო ეს ეგვიპტური პირველი შუმერული იყო, მერე კრეტის ცივილიზაციის, ანუ ჩვენ წავიკითხეთ, შემის არის ხარაბას კულტურა არის და კიდე არის ელამის კულტურა. ელამის კულტურასთან დაკავშირებით ნიკო მარი და მთელი რუსი მეცნიერები ამბობდნენ, ქართულად უნდა იქნოს ამოკითხული, რომელში ხარდაჭერა გვაქვს რეალური. ინდოეთში უნდა წავიდე მე? ინდოეთის იმას რაკია პაკისტანს თხოვო $1,000,000 რომ ხარაბას კულტურის ის წავიკითხო? აი ეს მიდგომები არასწორია და ვთხოვთ რომ მეცნიერებას თავისი ადგილი მივცეთ. ჩვენ საქართველოში 60 მეცნიერი გვჭირდება, რომელსაც გადავხდით მაღალი ხელფას და მას შეუკვეთავს სახელმწიფო რა ჭირდება ზუსტად უნდა დადოს. თუ ვერ გააკეთებს, უნდა გაუშვა. მე ახლა ყველა მოქმედი მეცნიერი ვერ იქნება. კი, ხარის დისერტაციას იცავს ხალხი და იყოს, მაგრამ მოქმედზე გულისხმობთ, რომ პროდუქტი უნდა შექმნას მეცნიერული, რომელიც ამ ქვეყანას გაძლიერებს და განამტკიცებს. ხო, ჩვენ კავშირი უნდა გქონდეს ევროპასთან, ამერიკასთან, ახლა ახალი ტექნოლოგიებზეა საუბარი ევროპაში და ამერიკაში. თუნდაც ხელოვნურ ინტელექტზეა საუბარი, ხო? ხელოვნური ინტელექტი უფრო კარგად წერს ქართულად, ვიდრე ჩვენ ახლა. სკოლის მოსწავლეები ვერ დაწერენ ქართულად, მე მაგათად აი რამდენჯერმე ჩავატარეთ და მე დავწერე ტექსტის შესწომით ქართულად და გაასწორა იმან კარგი ქართულით დაწერა.
და იმდენად მოვიხიბლე იმის გამო კი არა რომ ის მისწორებს, არამედ შესაძლებელია უფრო გამტკიცდეთ, გაძლიერდეთ თუ იმ ხალხს ჩვენი ენა არ ესმის, ამის საშუალებით მათ შეუძლია ჩვენი ენა გაიგონ კომუნიკაციისთვის და უსურებ საქართველოს ამაღლებას, გაძლიერებას, გამტკიცებას ასეთი კეთილშობილი ხალხის და ყველა იმ ძირითადად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის შეკრებას, რომელსაც ქართველების დიდ აღორძინებას ჩაუყრის საფუძველს. დიდი მადლობა და